საქმიან საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟების მიმოხილვით. განვლილი სავაჭრო სესია უნდა შევაჯამოთ პირველ რიგში, რომელიც სახარბიელო არ ყოფილა, ვინაიდან საშუალოდ ვიხილეთ 1%-იანი კლება. დღესაც სამწუხაროდ Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე გვაქვს ანალოგიურად ნეგატიური განწყობა, როგორც ხედავთ, შემცირებული არის ყველა ძირითადი ინდექსის ღირებულება, S&P 500 შემთხვევაში -0.71% გვაქვს, Dow Jones-თან -87, ხოლო Nasdaq-თან მიმართებით კორექცია 0.92%-ია. საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის ძალიან ნეგატიური. აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია თვალი გადავალოთ, ლამის ყველა მსხვილ კომპანიას აქვს ვარდნა, Nvidia-სთან არის -2%, Microsoft-თან -3%, Amazon-თანაც -3%, Meta-ს, TSMC-სა და Tesla-ს კი საშუალოდ 1.9%-იანი კლება აქვთ. გაზრდილი ფაქტობრივად არც ერთი კომპანიის შეფასება არ არის. ასევე Cloudflare-ს ჰქონდა ძალიან ცუდი დღე. დღეს მოგეხსენებათ მისი სერვერების შეფარხების გამო ლამის ნახევარი ინტერნეტი გაითიშა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან ბევრი ვებგვერდი, მათ შორის BMG, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხარვეზებით მუშაობდა. ამ ყველაფრის ფონზე კი თავად Cloudflare-ის აქციებით რა თქმა უნდა დღეს არის შემცირებული. აქვე ისიც უნდა გკითხათ, რომ ხვალ ბირჟის დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება Nvidia-ს მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები, რომელსაც ინვესტორები რა თქმა უნდა დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. თუ კი გამოვიდა ისე, რომ Nvidia-მ გადააჭარბა ინვესტორების მოლოდინებს, სავარაუდოდ საფონდო ბირჟაზე პოზიტიური დინამიკა ისევ დაბრუნდება, მაგრამ თუ კი Nvidia-ს შედეგები იქნება იმად გამაცრუებელი, მაშინ სავარაუდოდ ეს დაღმასვლის დინამიკა, რომელიც უკვე ლამის სამი კვირა გრძელდება, სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გამწვავდება და თანაც აჩქარდება. აქვე ევროპასა და აზიაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც ვითარება კიდევ უფრო უარესია. ევროპის შემთხვევაში ლამის -2% გვაქვს, შანხაისთან -0.82, ეს კი ნიკეია, რომელიც დღეს აფიქსირებს -3.23%. ძალიან დიდი ხანია ჩვენ ერთდღიან პერსპექტივაში იაპონური საფონდო ინდექსის ასეთი მკვეთრი ვარდნა ნამდვილად არ გვიხილავს, რაც სახარბიელო შედეგი დამეთანხმებით, რომ ნამდვილად არ არის. აქვე ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ფასიც ისევ და ისევ უცვლელია, 64 არის ბრენტის ფასი, 59 დაახლოებით 60 კი WTI-ის ღირებულება რუსული ნავთობის დაახლოებით $45. ივაჭრება ბუნებრივი არის მინიმალურადაა შეცვლილი და 31.9 ევრო არის მეგავატის საათი ენერგიის ფასი. რაც შეეხება ოქროს, მისი ღირებულება გაზრდილია 9%-ით და უნცია მეტალის ფასი, როგორც ხედავთ, $473 შეადგენს დაახლოებით ერთ წლიან პერიოდში გვაქვს +54%, ვერცხლთან კი +62%. აქვე თვალი უნდა გადავალოთ კრიპტოინდუსტრიასაც, რომელსაც ძალიან ცუდი კვირა და დღე აქვს. დღესაც ვარდნა -3%, ინდუსტრიის საერთო შეფასება არის უკვე $3.2 ტრილიარდი. ბიტკოინის ფასი არის 93,300, ეთერიუმი კი $3,100 ივაჭრება, როგორც ხედავთ, ერთ კვირაში კლება საშუალოდ არის 13%. კაპიტალიზაცია $367 მილიარდი, ეთერიუმთან, ბიტკოინთან, ტრილიონთან $823 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელსაც დღესაც არასახარბიელო შედეგი აქვს და არის -1% მაჩვენებელი. ეს არის TBC, რომლის აქციები კიდევ უფრო მკვეთრად დაეცა, დღეს -2.67% და უკვე ის, რაც TBC-ის აქციებთან მიმართებით ხდება, ძალიან რთულია რაღაცით გავამართლოთ. ამ შემთხვევაში ინვესტორების განწყობა არის უკიდურესად ნეგატიური და დაღმასვლის დინამიკა ფაქტობრივად აგვისტოს პიკური მაჩვენების დაფიქსირების შემდეგ გრძელდება და რაღაცნაირად ამ პროცესს უკვე აღარ უჩანს ბოლო. აქვე უნდა ვისაუბროთ ეროვნულ ვალუტაზეც, რომელიც მოთხოვრის საკმაოდ მყარი არის დოლართან მიმართებით და კურსი ამჟამადაა 2.70. ეროსთან კურსი არის 3.13, ანუ გამყარებული ლარი, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.55. აქვე ბოლოს როდესაც უნდა ვთქვათ Forsyth-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი საპრობლემო მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ფონდის შემთხვევაში კი სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ ყოველდღიურ ფორმატში ერიცხებათ, ხოლო Forsyth Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.